საღამოს მშვიდობისა ყველას მეგობრებო და ამ საკითხთან დაკავშირებით ესე იგი მინდა რომ ჩემი აზრი გამოვთქვა რა და თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი შეგიძლიათ დარჩეთ ჩემთან მოგიყვებით როგორც ტკბილის ზღაპარი ხო ხადის ხეობაში ესე იგი მეწყერმა სასაფლაო დააზიანა და აქ აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს მთავრობის დაკვეთით ჩინური კომპანია ქვეშეთი კობის დამაკავშირებელი გზას აშენებს. ბეტონის დამცავმა ფენამ მთის ფერდის შეკავება ვერ შეძლო, რამაც რამდენიმე საფლავის დაზიანება და მიწის მასის ჩამოშლა გამოიწვია. თქვენ იცით, რომ აი ეს ჩინური კომპანია, რომელიც საქართველოში აშენებს გზებს, ხომ? ეს უფასოდ არაფერს არ გვიკეთებს და ძალიან დიდი თანხები აქვს საქართველოს გადახდილი აი ამ კომპანიაში. კომპანიისთვის, რომ საქართველოში გზები ააშენოს. ერთ მხრივ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, ძალიან კარგია ეს ამბავი და შენდება და რაც შენდება ყველაფერი კარგია. მეორე მხრივ დავაკვირდეთ იმ საკითხს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ, რა თანხაც საქართველომ ვალად დაიდო და ამ გზების აშენებაში, ესე იგი ინვესტიცია გააკეთა და სხვათა შორის ძალიან არაპროფესიონალურად მუშაობს ეს ჩინური კომპანია და მართალია გვიშენებს გზას და შეიძლება კიდევაც გასტანოს ამ გზამ 5 წელი და შემდეგ ახალი გასაკეთებელი გაგვიხდეს ეს გზა, მაგრამ მეორე საკითხი ის არის, რომ იმ თანხად, რა თანხადაც ამ კომპანიამ მიიღო და საქართველომ ვალად დაიდო თავის თავზე, ვფიქრობ, რომ ძალიან არაეფექტურად იყო, არა მხოლოდ არაეფექტურად, არამედ არა გონივრულად არ იყო გონივრულად გააზრებული ამ თანხების ასე ფლანგვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ესე იგი განვითარებად ქვეყნებს ეკუთვნის, ხო? არ არის ეს ჩამოყალიბებული ქვეყანა, რომლის განვითარებაც თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავასრულეთ და აი ხა წამოვჯდეთ და წამოვწვეთ და ფეხი-ფეხზე გადავიდოთ და კარგად ვიყოთ, არამედ განვითარებადი ქვეყანა იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა მუშაობდეს ამ საკითხზე და თითოეული ჩვენგანს უნდა შეჰქონდეს წვლილი ამ განვითარებაში. თუმცა მართალი გითხრათ, თითოეული ჩვენგანის აზრი, მოსაზრება, ჯანი და ასე შემდეგ ფეხზე კიდია სახელმწიფოს და მართალი გითხრათ, საერთოდაც არ ანაღვლებს რა ვალებში ჩააყრის საქართველოს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეებზე გადის მერე ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეების კისერზე გადადის, ჩვენს ბავშვებზე და ჩვენს მომავალზე. ის ვალები, რომელი ვალებით დავიდეთ იმ გზის ასაშენებლად, რომელი გზაც რეალურად გაგვაჩნდა. მაგრამ აი რაღაცა უფრო კარგი გზით გასაკეთებლად, უფრო მეტი ვალებით დავიდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც გაქვს სახლი და ამ სახლში ცხოვრობენ ბავშვები ისე, რომ ყველაფერს აფუჭებენ, აიღებ ბანკიდან ვალებს, გაარემონტებ ერთი თვით და შემდეგ ერთი თვის მერე ისევ გამოიყურება ეს სახლი. ანუ არაეფექტური, იმიტომ რომ ვამბობ, რომ როდესაც არის განვითარებადი ქვეყანა და განვითარების პროცესშია იქ ამხელა თანხების აღება იმისათვის, რომ გზა გავიყვანოთ, რომელიც უკვე გვაქვს, ხომ? არის ტრიპაჩობა, ანუ ტრიპაჩობაც აღარ არის, ეს არის აი უაზრობის უმაღლესი დონე.
ეხლა ეს სასაფლაო ჩამოინგრა, არ ჩამოინგრა, იქ ხალხი რას იზავს, გააპროტესტებს ამას თუ არ გააპროტესტებს, ეს უკვე მეორადი საკითხია ის, რომ თუნდაც იმ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენი ოქრო და ჩვენი მიწები იმისათვის იჭრება, რომ ოქრო გამოიმუშავონ და შემდეგ გაიტანონ, არა მხოლოდ ოქრო, დარიშხანი და ასე შემდეგ. და ამაზე ხმას არავინ არ ვიღებთ, ხო? და მე უცბად სახლები რომ დაგვენგრევა თავისით, რომ მოვთხოვთ სახელმწიფოს, რომ აი რატო არ გვაძლევს სახელმწიფო დახმარებას, იცი რა არის? სახელმწიფო კი არა. როდესაც შენ მიწას არ უფრთხილდები და ფეხზე კიდია და მეზობელ სოფლებში ესე მიმდინარეობს მონოტონური ბიძგები იმისათვის, რომ აფეთქებები მიმდინარეობს და ამას ყურადღებას არ აქცევს მოსახლეობა და სოფელი, ხო? შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ სოფელს რო თავზე დაენგრევა მთელი სოფელი, მერე დაიწყებს ჩივილს, მაგრამ ურემი რო გადატრიალდება, ალბათ მერე გამოჩნდება ხოლმე გზები რა. ხო და აბა რა ვიცი, გადატრიალეს ეს ურემიც პარემ რა, რაღაც მიჩახჩახებს. ბოლოს და ბოლოს დაეშვას ყველაფერს წერტილი. ხო, ვიდრე საქართველოში ასეთი რაღაცები ხდება და აბსოლუტურად განადგურებაშია საქართველოს მიწები. საქართველოს მოსახლეობა აგერ უაზრო რაღაცებს მისტირის და არიქა აგერ გარდაგვეცვალა ისო ვიღაცაო რა, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდა. მარტო პანაშვიდზე გამოდის ხოლმე და ერთად დგება პანაშვიდის დროს. დანარჩენი ახლა ეშმაკსაც წაუღიაო რა, ეს ქართული საქართველოს ყველაფერი რა. ესე აი როგორ მინდა რომ ის გესმოდეთ, რაც მე მესმის რა, ძალიან მინდა და არა მხოლოდ ის მინდა რომ გესმოდეთ, რაც მე მესმის, არამედ ის მინდა რომ იმას აკეთებდეთ, რასაც მე ვაკეთებ რა. მე მიხვდებოდით თუ რა არის რეალურად სამშობლოს დაცვა. და ვინ არის წმინდანი და ვინ არა. იმიტომ რომ ადამიანი როცა არ არის ჩახედული ამ საკითხში და გონია რომ აი ისინი პარლამენტარები და სასულიერო პირები მოუვლიან ჩვენს ქვეყანას და მიუხედავად იმისა რომ ხედავთ არ უვლიან, ხო? მაინც გგონია რომ უვლიან. ხო, როცა გგონია რომ ერბო ქონია, ერბო ქონია, ღმერთო ჩემო მოგვიყვანე გონს ყველანი. მადლობა ყველას მოსმენისთვის.